არსებობს მნიშვნელოვანი საკითხები და არსებობს უმნიშვნელოვანესი საკითხი. მაგალითად, მნიშვნელოვანი საკითხია რაც იზამს აბასთუმნის უღრანების ბინადარი ბიზიდა ივანიშვილი ხვალ. ან ზეკ პირობითად ხვალ, გაბობა თუ არა, ასპარეზზე კიდევ ერთხელ დაბრუნდება თუ არა პოლიტიკურ სივრცეში უკვე ღიად, გაანთავისუფლებს თუ არა მის სიღრმის ქვეშ მოქცეულ იმ ცოტა შეშლილი როა და ეჭვირო გვაქვს რომ შეშლილია იმ ბიჭს ირაკლი გობახიძეს, აიღებს თუ არა მართვის სადავეებს ხელში ბიძინა ივანიშვილი და მე სადამდე მიიყვანს ამ ქვეყანას, სადამდეც მიიყვანა კივნახეთ და ქევნახეთ. მეორე ამბავია, ეს შეშლილი ბიჭი ირაკლი გობახიძე მიდის თუ არ მიდის და თუ არ მიდის, რას დამართებს ის ამ ქვეყანას ყოველდღიურად პრაქტიკულად ამ შეშლილი ხელისუფლების ზოგადად ქართული ოცნების რუსული ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩვენ ვადევნებთ თვალყურს პროპაგანდისტური მედია საშუალებებიდან საშუალებებში გამოდიან ისინი და ერთმანეთზე უარეს სიტყვას ამბობს პაპუაშვილი გობახიძეს ეჯიბრება და ჯაბრის გობახიძე პაპუაშვილს ეჯიბრება და ჯაბრის ვინ არის უფრო მეტად რუსი და შეშლილი მეთქი ასე ვიტყვი ოღონდ პაპუაშვილი შეშლილი არ არის ის ფსბ-შნიკია რასაკვირველია გობახიძეს პრინციპში ოღონდ გობახიძე შეშლილი ფსბ-შნიკია სიმართლე გითხრათ რომელია მეორეზე უარესი სიმართლე გითხრათ არ ვიცით ან არა მარტო ამბობენ არამედ საშინელებებსაც სჭადიან დაპატიმრებები რეპრესიები ადამიანის უფლებათა შელახვები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს სიძულვილის და სწორედ მათი გაგიკვირდებათ და მათი ტროლ ბოტების დამკვიდრებულია ალაძე მაგალითად თელ ქართულ საზოგადოებას ახლა მაგრამ ახალგაზრდა ჟურნალისტებს კოლეგებს ჩემს კოლეგებს ეუბნებოდა გამოექანეთ ეხლა ფულიკულორის თვითონ და დამასკდითო ეს სიტყვა არ წარმოუდგავს მაგრამ პრინციპში ხომ ამას გულისხმობდა ოპოზიციაც დამასკდესო ხომ ამას გულისხმობდა და გობახიძე კი გამოდის და ამბობს რომ ეს რეაქცია იყო თმენის ვალდებულება აქვს ალბათ წესით მეც თმენის ვალდებულება მაქვს და არ უნდა ვუპასუხო ყოველ მეორე ვიგინდარას რომელიც ხელისუფლების მიერ მოქოქილია და სოციალურ ქსელში შეურაცხყოფაზე მაყენებს რომ მეპასუხა აქამდე უნდა გქონოდა ჩამოღებული ბაბუაჩემის ბაბუის მამის თუ ბაბუაჩემის ბაბუის ორნულიანი თოფი სადღაც სოფელში გადაბალული და უნდა გამეგორებინა რომელიმე მათგანი აი ეს ძველი თოფი ფილიპ ნუარე და რომი შნაიდერი რო თამაშობ ფაშისტურ გერმანიაზე როა იქაც ბუთქუნა ფილიპ ნუარე თამაშობს თუ გახსოვს და მიადუღებს იმ გერმანელებს რომლებიც მის ცოლ-შვილს კლავენ მანამდე. ასე უნდა ემოქმედა ბიურჩვენგანც, მაგრამ თბენის ვალდებულება გვაქვს და ასე არ უნდა გავაკეთოთ, არ უნდა გავაკეთოთ, რასაკვირველია, მართლა ფილიპ ნუარეს კი არ ვადარებს საკუთარ თავს. ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, რას ამბობს კალაძე, რას ამბობს ხაველაშვილი, რას ამბობს მდიდარაძე, რა გადაწყვეტილებას იღებს მდიდარაძე, გელაძე რას იზამს, თამაზაშვილი, უშუალოდ გობახიძე, პაპუაშვილი, ბორიგჯერზე როგორ გალანცხავს ფიშერს გერმანიის ელჩს თუ ზოგადად გერმანიას ან ზოგადად დასავლეთს გობახიძეს ახვება ხოლმე თითქოს არ უნდა რომ ჩამორჩეს და ეს ყველაფერი რასაკვირველია ხელდასმულია ნებადართულია ოლიგარქი ივანიშვილის მიერ მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი განა ეს არის ჩვენთვის თუ სამსოფლიო საკითხებსაც უნდა მივაქციოთ ხოლმე ყურადღება და სამსოფლიო მთავარი საკითხი ახლა იცით რა არის ახლა არის ეს უკრაინაში რუსეთი მარცხდება და რაღა იმარცხდება, რა მოხდება თუ რუსეთი ამ დამარცხებას პუტინი ამ დამარცხებას უბრალოდ ვერ შეეგუება. დაჭრილი დათვი რუსეთი, ასე რომ ამბობენ ხოლმე, არის თუ არა უფრო საშიში, ვიდრე იყო ის რუსეთი, იმგვარი რუსეთი, რომელზეც არსებობდა სტერეოტიპი, რომ ის უმძლავრესია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უმძლავრესი სულაც არ არის. რა მოხდება თუ რუსეთი დამარცხებას ვერ შეეგუება მიზეზთა გამო ეგოს ძალავს. Россию невозможно победить. ამას იტყვიან მოსკოვში და უკვე შემდგომ დაიწყებენ ქმედებას. ეს უკვე აღარ არის რიტორიკული კითხვა, ან თეორიული საკითხი. რაც ბელარუსში ხდება ახლა და იცით თქვენ რომ მიმდინარეობს წვრთნები, ბელარუსში ისკანდერის ბირთვული სიმულაციები ტარდება. და ბელარუსის ეს რუსის მონა ლიდერი ლუკაშენკა ღიად ამბობს, რომ ოდესღაც მოცნებობდიო ამ კომპლექსზეო. დღეს კი ერთზე მეტი გვაქვს და ეს ძალიან მაგარიაო და ეს ყველაფერი არის მადასტურებელი იმისა, რომ რუსეთი არ აპირებს ასე იოლად შეეგუოს გარდაუვალ მარცხს, მასთან შედარებით პაწაწკინტელა უკრაინასთან. უკრაინა დიდი სახელმწიფოა ჩვენთან შედარებით, მაგრამ პირველ ყოვლისა უკრაინა დიდი სახელმწიფოა, იმიტომ რომ დიდგულა სახელმწიფო. დიდგულა და რუსეთისათვის ხელუკუღმა ამრთმელი,
ხელისუყუღმა არტყმელი სახელმწიფო აღმოჩნდა ჩვენს დიდგულა ვიყავით გეოგრაფიული სიდიდე აბა თუ იმ ქვეყნისა ჩვენ სინამდვილეში დღევანდელ მსოფლიოში ბევრს არაფერს წყვეტს ან ბევრს არაფერს ნიშნავს ანდორა ჩვენზე პატარაა რასაკვირველია გეოგრაფიულადაც მაგრამ თუ ის აღმოჩნდება ღმერთმა არ დააჭიროს ძლიერი სახელმწიფოების ტყვეობაში ან იერიშების ქვეშ თუ ის გაუწევს წინააღმდეგობას ის პატარა კი არ მაგრამ დიდგულა სახელმწიფოდ იქნება ჩათვლილი მიჩნეული მსოფლიოს მიერ ისევე როგორც უკრაინა მიიჩნია დიდია უკრაინა ვიღაცასთან ანდორასთან და საქართველოსთან და ბარე ბევრ ქვეყანასთან შედარებით მაგრამ დიდგულაა პირველ ყოვლისა და იმიტომ არის პატივსაცემი ჩვენს დიდგულა ქვეყანა ვიყავით და ივანიშვილმა პატარა გული კი არა საერთოდ გააქრო გული ჩვენი დღევანდელი დამოუკიდებელი საქართველოსი ამიტომაც ვართ ფორმალურად ხავართ დამოუკიდებელი სახელმწიფო მოკლედ ბელარუსი ასე თუ ისე რაღაცა მასშტაბით დიდი სახელმწიფოა თუმცა რუსეთის მიერ უკვე შეჭმული რუსეთის მიერ ოკუპირებული რუსეთის მიერ მსოფლიო რუკიდან პრაქტიკულად გამქრალი რუსეთმა გააქრო მსოფლიო რუკიდან ლუკაშენკას ბელარუსი და რუსეთი ბირთვულ საბრძოლო მასალას ბელარუსის საცავებში ინახავს გადააქვს და ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ სამხედრო თეატრი ან რაღაც სპექტაკლი ეს რეალური მზადებაა იმისთვის რომ უარესი შეიძლება მოხდეს ეს არის სიგნალი იმისა რომ კრემლი იმ ეტაპზე გადადის ბრძოლისა ომისა ამ ოპერაციისა ამ პროცესისა სადაც ძალის დემონსტრირება როგორც ასეთი უკვე საკმარისი აღარ არის საკმარისად აღარ ყოფნის მას ძალა სხვათა შორის იმიტომ რომ რამდენი უნდა შეახოცოს საბოლოო ჯამში და რუსეთმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ბომბის ესე ბრახ ჩამოგდების თაობაზე და ამით ყველაფრის დასრულების თაობაზე დიახ ეს არის სიგნალი კიდევ ერთხელ ვიტყვი 2022 წელს უკრაინაში რუსეთი შევიდა გახსოვთ ყველას როგორც სახელმწიფო რომელიც საკუთარ თავს მიიჩნევდა მსოფლიოს მეორე ძლიერ ასე პოზიციონირებდა ასეთ თვით შეფასება ჰქონდა საკუთარი არმიისაც მათ შორის პირველი არმია იყო რასაკვირველია შეერთებული შტატების აი მეორე კი რუსეთს მიაჩნდა ასე და მთელ მსოფლიოსაც ასე მიაჩნდა რომ უმძლავრესი მეორე არმია ჰყავდა სწორედაც რომ რუსეთს მაგრამ მას შემდეგ გამოხდა პრაქტიკულად 4 ნახევარი წელიწადი და აი ამ ვტარაია არმია მირამ მსოფლიოში მეორე არმიამ სიმძლავრით თუ სიძლიერით ვერც ვერაფერს ვერ მიაღწია მეცაც გეტყვით ბოლო პერიოდია რუსეთი მარცხზე განიცდის იწვევს უკრაინის ფრონტზე და დასრულდა უკვე კარგახანია ჩემი მოსაზრებით მითი იმის თაობაზე რომ რუსეთი მართლაც ზემძლავრი სახელმწიფო რეგიონული მასშტაბის სახელმწიფოს ყველაზე მძლავრი სახელმწიფოც კი არ არის აღმოჩნდა რომ მოკლედ სამ დღეში კიევის აღებას გეგმავდნენ ისინი იცით თქვენ დღეს კი 3 წლის კი არა 4 წლის 4 ნახევარი წლის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი უკვე საჯაროდ საუბრობს ბირთვული წარმოიდგინეთ იარაღის გამოყენებაზე როგორც უკიდურეს ზომაზე 3 დღეში უნდა აეღოთ კიევი 4 დღეში უნდა აეღოთ და ახლა ისტერიკაში ჩავარდნილი პუტინი და არა მხოლოდ პუტინი განიხილავს საკითხს პრინციპში ბირთვული ბომბით შეიძლება გამოიყენოს ბინძური ბირთვული ბომბიც კი შეიძლება გამოიყენოს უკრაინელების წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგ და ასე დაამთავროს ეს კონფლიქტი როგორც ასეთი და აქ ჩნდება მთავარი კითხვა რატომ გახდა ამ თემაზე ასე ღია საუბარი საჭირო როგორ გონიათ ომი რომელიც კრემლს უნდა დაესრულებინა უკრაინის კაპიტულაციით გადაიქცა ომად რომელმაც რუსეთი თავად გამოფიტა კი არა პრეზიდენტი ზელენსკი ახლა ამ სიტყვას ამბობს ბედავს ასე ვიტყვი რუსული გაგებით ბედავს და ამგვარ სიტყვას ამბობს принуждаем Россию к миру ანუ ჩვენ დავავალდებულებთ ვაიძულებთ რუსეთს რომ ის მშვიდობაზე დათანხმდეს მშვიდობას ვაიძულებთ უფრო შორს უფრო მეც ამბობს ბუდანოვი იმის სიტყვას მიუბრუნდები რამდენიმე წამში მანამდე ვიტყვი რომ რუსეთი მართლაც გამოიფიტა ეკონომიკურად გამოიფიტა სწორია სამხედრო თვალსაზრისით გამოიფიტა თუ არა გამოიფიტა დიპლომატიურად გამოიფიტა თუ არა აღარავინ აღარ ელაპარაკება პრაქტიკულად ისაც ლაპარაკი უნდა გამოიფიტა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ომში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფსიქოლოგიური განწყობა ჯარისკაცისა მეომრისა მისი ხელმძღვანელისა ზოგადად ქვეყნის სამხედრო პოლიტიკური ლიდერებისა ფსიქოლოგიურადაც კი გამოიფიტა რუსეთი ყველა მისი მოქალაქე ანუ მრავლესობა მოდი 140 მილიონიდან კალამი არა გვაქვს ხელთ
რომელიც წერს გამოფიტული, დაღლილი და გამოფიტულია. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დიახ, შედარებით პატარა უკრაინამ გამოფიტა პირველ ყოვლისა ფსიქოლოგიურად რუსეთი როგორც სახელმწიფო. რუსეთის ელიტა პირველად ხედავს და გრძნობს, რომ გამარჯვება არათუ გარანტირებული აღარ არის, არამედ გამარჯვება საერთოდ ვერ დადგება. ვერ მოხდება რუსეთის გამარჯვება და აკი ამიტომაც მომრავლ და ბედავენ კრიტიკული რემარკები პუტინის წინააღმდეგ და აკი ამიტომაც ამგვარი სიტყვების ისმის აქა-იქ იშვიათად, მაგრამ მაინც რომ ისმის ფაქტია, რომ პუტინი მოსაცილებელია და აქა-იქ ისმის ჩორებიც იმის თაობაზე, რომ პუტინს ძალიან მალე ივნისში, ივლისში თუ წლის ბოლოს აუცილებლად მოიცილებენ. და აი ამ პროცესში სწორედ ამიტომ ხდება უმნიშვნელოვანესი საყრდენი ქვეყანა ბელარუსი რუსეთისათვის. ლუკაშენკა საუბრობს ორგვარად, მოდი ვიტყვით ასე. ერთ მხარეს ერთის მხრივ ამბობს, რომ ომში ჩართვა ბელარუსს არ უნდა, მაგრამ იქვე ამატებს, რომ საკუთარ სამხედროებს გააგზავნის იმ წვრთნებზე, რომლებსაც ატარებს რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე. ანუ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ბირთვული დარტყმის სიმულაციას დაასწრებს, სიმულაციის პროცესს დაასწრებს საკუთარ სამხედროებს. ეს არ არის შემთხვევითი ამბავი, აქვე ვიტყვი. ბელარუსი დღეს კრემლისათვის მხოლოდ მოკავშირე აღარ არის. ის გადაიქცა ბუფერად, პლაცდარმად თუ გნებავთ ასე ვიტყვი. და რაც ყველაზე საშიშია, ბირთვული შანტაჟის უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული შანტაჟის პლატფორმად. როდესაც ისკანდერის გამშვები დანადგარები ბელარუსში დგას უკვე ერთი და მეტი, გზავნილი მხოლოდ უკრაინისაკენ არ მიდის. უკრაინა არ არის ამ გზავნილის ადრესატი. რეალურად ადრესატი არის მთელი დასავლეთი, არა მხოლოდ მისი აღმოსავლეთ ფლანგი, არამედ მთელი დასავლეთი, მათ შორის ალიანსი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია. ეს გზავნილია პოლონეთისაკენ, ბალტიის ქვეყნებისაკენ, ეს გზავნილია ნატოს იმ ქვეყნებისკენაც კი, რომლებიც თითქოს ფიქრობენ, რომ მათ ეს ყველაფერი არ ან ნაკლებად ეხებათ. ანუ დასავლეთისაკენ გზავნილია დასავლეთი ამ ყველას ფრის ადრესატი, აი ამ წვრთნების და ამგვარი სითავხედისა, რუსეთის ფედერაციის სითავხედისა, ბელარუსის და მათი ლიდერების. მაგრამ აქ ჩნდება მეორე ჩემი მოსაზრებით და ძალიან საინტერესო კითხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი კითხვა. რუსეთი დღეს ისე იქცევა, როგორც სახელმწიფო, რომელსაც უკან დასახევის სივრცე ეცლება და დასავლეთმა ხომ არ უნდა დაუტოვოს სახის შენარჩუნების ერთგვარი შესაძლებლობა ხარ და მისცეს რუსეთს. მე ამ კითხვაზე პასუხი მაქვს ცალსახა, რა საკვირველი არა დამოუკიდებლად იმისა, რა მოხდება ხვალზექ პირობითად უკრაინაში დაარტყავს, გამოიყენებს თუ არა ბირთვულ იარაღს, რუსეთი მართლაც გაბედავს თუ არა ამ ყველაფერს. ისტორიაში ყველაზე საშიში მომენტი ყოველთვის ის არის, როცა ბირთვული სახელმწიფო გრძნობს, რომ მარცხდება, ანუ დაჭრილი დათვი გრძნობს, რომ მარცხდება. და ასეთ დროს გაგიკვირდებათ და მისი მოქმედების ლოგიკაც კი აქამდე პროგნოზირებადი იყო. ახლა მარცხდება რა მისი მოქმედების ლოგიკაც, მისი მოქმედების სტრატეგიაც კი იცვლება, შეიძლება შეიცვალოს. თუ გამარჯვება შეუძლებელია, იწყება შიშის, დაჭრილი ვირთხის, დაჭრილი დათვის შიშის პოლიტიკა. თუ გავლენა სუსტდება, იწყება დაშინება, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებითაც. თუ იმპერია ინგრევა და იმპერია ინგრევა კონცეპტუალურად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩნდება ცდუნება, რომ ყველას აჩვენონ, თუ ჩვენ მარცხდებით, უსაფრთხოდ ვერავინ იქნება გადაჰყვება მთელი მსოფლიო ჩვენს დამარცხებას. Россия никогда не должна проигрывать. Зачем же такой мир из надквамия Путинс, где нет России, единого государства, единой страны. ანუ ერთი არის რუსეთი თუ არ არსებობს, სასაჩინოა ესეთი მსოფლიო საერთოდ, ამას ეუბნება მთელ მსოფლიოს 210 ქვეყანა სამყაროში. მოკლედ აქ ჩნდება ბირთვული საფრთხე რეალურად, მართლაც რეალურად ვართ ჩვენ ბირთვული ბომბის გამოყენების საფრთხის წინაშე. არა იმიტომ, რომ კრემლს აუცილებლად უნდა ამ ბომბის გამოყენება, ესეც კარგად უნდა გავიგოთ, არამედ იმიტომ, რომ მას სურს რომ მსოფლიო დააჯეროს, რომ ამის გაკეთება მას შეუძლია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ამბავი. ბირთვული ბომბი არის კატასტროფა, არავინ კაბათობს, ტაქტიკური ბირთვული ბომბიც კი. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია უკვე ამ თავითვე
დასავლეთის ლიდერების რეაქცია, შესაძლო პასუხი, გაფრთხილება რუსეთისა, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ამ ღილაკს მართლაც დააჭერს ის შლეგი კაცი საკუთარ მახინჯთითებს. აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს თვით ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადება, როცა ის ამბობს, რომ საპასუხო რეაქცია თუ ეს მოხდება, თუ რუსეთი გამოიყენებს მაინც ამ ბირთვულ ბომბს, საპასუხო რეაქცია იქნება დამანგრეველი რუსეთისათვის. ესეც კარგად უნდა გავიგოთ, ეს არ არის მხოლოდ გაფრთხილება. ეს არის მცდელობა კრემლს აუხსნან, რომ ბირთვული შანტაჟი არ იმუშავებს და მით უმეტეს არ იმუშავებს ბირთვული ბომბის გამოყენების მცდელობა ან გამოყენება როგორც ასეთი. მაგრამ პრობლემა მეორე მხრივ ისიც არის, რომ ისტორიაში ბევრი ომი არა ცივი გათვლით, აი პრაგმატული გათვლით, არამედ შეცდომით დაწყებულა. შეცდომას უშვებდა ესა თუ ის ლიდერი საბჭოთა კავშირის დროსაც ბირთვული ომის წინაშე იდგა სამყარო, განა არა უბრალოდ იქ ბოლო მომენტში გადაწყდა, რომ არ უნდა რაც გამოყენებული იყო ბირთვული ბომბი. ერთი დღეს კი ასეთი მდგომარეობაა, ერთი არასწორი სიგნალი, ერთი არასწორი გათვლა, ერთი არასწორი საჭადრაკო თუ გეოპოლიტიკური სვლა და ერთი პანიკა, მაგალითად, რომელიც შეიძლება დაემართოს შეშლილ პუტინს და შეიძლება სოფლიო დამანგრეველ სტადიაში შევიდეს. სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდეთ ჩვენ ყველანი. პაპუაშვილი, რასაც ამბობს, ის კი არ იყოს მართლა მთავარი, არ კობახიძე, არ ივანიშვილი სუაბასტუმის უღრანებში მიმალვა, არამედ სულ სხვა რეალობაში შეიძლება აღმოჩნდეს. სოფლიო მე ერთი ერთს და აპრანებს და მეორე მეორეს დასაკვირველია პასუხისმგებელი იქნება ბირთვული ომის დამწყები ქვეყანა, ეს იმპერია, რუსეთის იმპერია, რომელიც კატასტროფულია რასაკვირველი ბროტების მთავარი ღერძია დღეს სოფლიოში. ამ ფონზე ძალიან საინტერესოა როგორ ქმედებს ზელენსკი მაგალითად. ზელენსკის რიტორიკაა ძალიან საინტერესო. ის ამბობს, უკრაინის პრეზიდენტი ღიად ამბობს, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს შედეგები. ამ თავითვე უნდა იგრძნოს შედეგები. თუ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია განმეორდებას, იმიტომ ამბობს, რომ ბელარუსიდან უკრაინას შეუტიეს 2022 წელს. მაგრამ უკვე ამ თავითვე უნდა იცოდეს, მოდი ასე ვიტყვი, ბელარუსის ხელისუფლებამ რა ფასს გადაიხდის თუ რუსეთს გამოვაყენებინებს საკუთარ ტერიტორიას. ეს ნიშნავს, რომ ომი თანდათან ფართოვდება. მე რომ ამბობ და სხვაებიც ამბობენ, რომ ეს არის მესამე მსოფლიო ომი, მეთქი ცოტა გადაჭარბებული გონია სხვას, მაგრამ მე მგონია მართლა, რომ მესამე მსოფლიო ომია, რომელშიც სულ უფრო მეტი სახელმწიფო, მათ შორის ევროპული სახელმწიფოებიც ჩაერთვებიან, არა გვიან, არამედ უფრო ადრე. ომი ფართობის არეალი ასპარეზი ფართოვდება და არა მხოლოდ ტერიტორიებით, არამედ ფსიქოლოგიური, გეტყვით ასე, ხაზებითაც ფართოვდება. უკრაინა უკვე აღარ იცავს მხოლოდ საკუთარ თავს, საკუთარ მიწას, ესეც უნდა გავიგოთ, უკრაინა იცავს მათ შორის ევროპასაც. და კიდევ ის ცდილობს დაუმტკიცოს რუსეთს, რომ აგრესიის ფასი, როგორც ასეთი რუსეთისთვის აუტანელი, საშინელი იქნება. ამგვარი აგრესიის ფასი ისედაც იქნება, მაგრამ თუ ამგვარ აგრესიას განახორციელებს რუსეთი, რუსეთისთვის იქნება ეს დამანგრეველი და ამას ქვია პრინციპში მაინც ასიმეტრიული ძალის, არაპროპორციული ძალით პასუხი რუსეთის ფედერაციისათვის გავბედავ და ვიტყვი, პირდაპირ მნიშვნელობით დაინგრევა რუსეთის დედაქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ცენტრიც მეთქი, თუ ამგვარ რამეს გაბედავს შლეგი პრეზიდენტი პუტინი. დიახ, ეს არ არის რუსებმა, ეს არ არის მხოლოდ რაღაც პროგნოზი, ეს შეიძლება ასე მოხდეს. ამასობაში ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს ბუდანოვი. აი ეს გმირი კაცი, მე თუ მკითხავით, რომ უკრაინას ყავს 10-ობით გმირი, მაგრამ გმირთა შორის გმირი ყავს 1/5, ან შეიძლება 1/10. აი გმირთა შორის გმირი არის ბუდანოვი, რომელიც ამბობს ამგვარ რამეს. რუსეთმა ჩვენი ისტორია მოიპარაო. მე მგონი, რომ ცინიზმითაც გაჯერებულია ეს, მაგრამ რაღაი არ ეთყობა მას, რომ დასცინის. სახეზე არ ეთყობა რუსებს. ამიტომ მოდი ესე დოკუმენტურად წარმოგიდგენთ რა გაგაცნობთ, რა თქვა კირილ ბუდანოვმა. რუსებმა ჩვენი ისტორია მოიპარესო. და ეს არ არის მხოლოდ ემოციური ფრაზა, რომ იცოდეთ მაინც. ეს არის ომის რეალური არსი. რადგან ომი გასცდა, დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ტერიტორიების საკითხს. დღეს რუსეთი და უკრაინა იბრძვიან არა მხოლოდ ქალაქებისთვის, არამედ ისტორიისთვისაც, ესეც უნდა გავიგოთ. იდენტობისთვის იბრძვის პირველ ყოვლისა რასაკვირველი უკრაინა. იმისთვის იბრძვის უკრაინა, რომ შეინარჩუნოს საკუთარი სახელმწიფო, ხოლო რუსეთი იბრძვის იმისთვის, რომ დაამტკიცოს ბჭყალებში, რომ
ამხელა იყო ვეებერთელა, მათ შორის უკრაინა იყო მარად მისი. და კიდევ ვინ არის რუსული სამყაროს მემკვიდრე, თუ ეს აზრი დამკვიდრდა, ამ შემთხვევაში ბუდაროვი აღმოჩნდება, რომ ცინიკოსი კი არის, მაგრამ თან ისტორიკოსიც არის. და სწორი აქცენტები, სწორი ახალი აქცენტები აქვს გაკეთებული. ვინ იქნება ნამდვილი რუსული სამყაროს, რუსკი მირის მემკვიდრე? გასაკვირველია, უკრაინას არ ექნება ამაზე პრეტენზია საბოლოო ჯამში, მაგრამ გააჩნია მერქებას თუ ვიტყვი, ესეც არ იქნება გადაჭარბებული. ასეთ ომებში კომპრომისი ყველაზე რთულია. ან უკან დახევა არც არის სივრცე უკან დასახევი არც ერთისათვის გეტყვით ასე და არც მეორესათვის. დღეს მსოფლიოს ყველაზე დიდი საფრთხე ის აღარ არის, რომ რუსეთი ძლიერია. არა, ეს გავიარეთ 2 წლის წინ. საფრთხე ის არის, რომ რუსეთი შეიძლება მიხვდეს ძველი ძალაუფლება მას ეფშნება, ეშლება ხელიდან. და ისტორიამ ბევრჯერ გვაჩვენა, თუ გულახდილები ვიქნებით, დასუსტებული იმპერიები ხშირად ბევრად უფრო საშიშნი არიან ვიდრე ძლიერები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე უკან უნდა დაიხიოს. პირიქით, ახლა არის ჩაკლის მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლის რაოდენობაც მეტი იქნება და კატასტროფაც უფრო მძლავრი იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაგრამ უნდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფრას რუსეთის იმპერია როგორც ასეთი. დიახ, უნდა ვიცოდეთ, რომ ძლიერი სახელმწიფო, რომელიცაა მას საკუთარი ძალის დემონსტრირება არ სჭირდება ასეთი ბრუტალური ძალის ყოველ შემთხვევაში. სუსტს მუდმივად უნდა ყველას დაანახოს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია დარტყმის განხორციელება და რუსეთი სუსტია. აი ეს მუქარები და მათ შორის წვრთნები ბელარუსის ტერიტორიაზე მადასტურებელია იმისა, რომ რუსეთი უკიდურესად სუსტი სახელმწიფოა ომის დაწყებიდან მე-4 წლის თავზე, მე-5 წლის დასაწყისში. თუნდაც ბირთვულია, მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული სახელმწიფოა. და კიდევ ერთხელ, თავარი კითხვა. გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვული იარაღს? თავარი კითხვაა. ეს ამ კითხვაზეა პასუხი გასაცემი, ოღონდ პასუხი რასაკვირველია, არავის არ აქვს. პუტინმაც კი არ იცის გაგიკვირდებათ და დააჭერს თუ არა იმ ღილაკს. თიც. მოკლედ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენად ახლოს მივიდა მსოფლიო იმ წერტილთან, სადაც განიხილება ყოველ შემთხვევაში ბირთვული ბომბის გამოყენების საკითხი. და ბირთვული ბომბი შეიძლება გამოიყენოს კრემლმა, ჩათვალოს რა, რომ სხვა გზა აღარ არის, მაგრამ კრემლმა მანამდეც და არა მხოლოდ მარკ რუტესაგან უნდა იცოდეს, რომ ამ შემთხვევაში პირდაპირ მნიშვნელობით აფეთქდება და განადგურდება არა მხოლოდ ერთი პუტინი, არამედ საერთოდ რუსული სახელმწიფო დღევანდელი ფორმაციის დაასრულებს არსებობას. რუსეთი დაინგრევა თავის კრემლიან, მავზოლეუმიან, პუტინის სახლიან, სასახლეებიან, კურანტებიან და კიდევ რა ვიცი, ვინ იცის და სხვა შენობებიანაც კი არა მხოლოდ მოსკოვში, სხვათა შორის. ნახვამდის.